საქალაქო სასამართლოში დასრულდა 2 სექტემბერს დაკავებული აქტივისტების ხდომები. 23 ახალგაზრდიდან დააჯარიმეს 5,000 ლარი 5 მათგანი, სხვების პროცესი კი გადადეს. ნუცა ბახუტაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი, ადევნებდა თვალყურს სასამართლოში მიმდინარე ხდომებს და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება დეტალებს. 23 აქტივისტის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მხოლოდ 5 მათგანის პროცესი ჩატარდა სრულყოფილად და 5-ვე მათგანს 4,000 ან 5,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის. დანარჩენი აქტივისტების პროცესები გადაიდო და უახლოეს დღეებში არის ჩანიშნული. ადმინისტრაციულ პროცესებს 3 მოსამართლე განიხილავს. ლელა ცაგარეიშვილი, ნინო ენუქიძე და ირაკლი ქოჩქიანი. სწორედ ეს მოსამართლეები არიან, რომლებიც იმსჯელებენ დარჩენილი აქტივისტების საქმეებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს რუსთაველის გამზირზე, არის დათა ქაშიაშვილი, რომელიც შემოგვიერთდება ახლა და ვკითხავთ უშუალოდ დაკავების დეტალების შესახებ. მოგესალმებით დათა, გითხარით პირველ რიგში კვლავ დაკავების შესახებ და ამასთანავე სასამართლო პროცესის შესახებ. დღეს პრაქტიკულად მთელი დღე გაატარეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. 11 საათიდან ელოდით თქვენს პროცესს და სულ რამდენიმე წუთის წინ გაიმართა თქვენი პროცესი და შემდგომ გადაიდო. რას ნიშნავდა ეს ფაქტიც, რომ შევაფასოთ? პირველ რიგში დავიწყებ, რომ 2 სექტემბერი იყო უმძიმესი დღე, ჯერ იყო როპირის განაჩენი, კიდევ ერთი რეჟიმის წყვის განაჩენი, შემდეგ თეატრულოკიანი გამოდის და იძახის, რაც არ უნდა იკარგოს ქართველმა ადამიანმა. ეს იყო ქართველი ადამიანების ემოციებზე თამაში. შემდეგ მოხდა მასობრივი დაკავება და ამ დაკავებულების უმეტესობა იყო გოგოებს, რაღაცა არ მოხდა რა არასდროს. პოლიციელები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სასტიკით, გოგოებს თქმით ათრევდნენ და ასე შემდეგ. ხოლო უშუალოდ ჩემ დაკავებასაც შეეხება, იყო სრული განუკითხაობა. ვიღაცა უფორმო ადამიანი მეუბნება, რომ მიდი შენ ჯაჯექი მანქანაში არ გინდა, უჩქერო იყო ჩვენიანი და მეხუმრებოდა ცუდად. მეთქი არა, რა მინდა გამოვიწია უკან. მეორე მანქანა მოვიდა და ეს უფორმო პოლიციელი მწვდა ხელში და წამოათრია. ეს არ იყო დაკავება, ეს იყო ჩვეულებრივი გატაცება და ჩემი მეგობრები და ჩემი შეყვარებული, რომელიც ასე გამოისარჩა ჩემ დაკავებას, ისინი დააკავეს ჩემთან ერთად. ეს იყო თქვა ემოციური ძალადობა ადამიანებზე, რომ 23-ვე დაკავებული ვიყავით მარტო 48 საათის განმავლობაში იზოლატორებში. ხალხი გადაიყვანეს ბაკურიანში, ბორჯომში, უბრალოდ და ამ დროს ზაჰეში ვიყავით 4 საკანიან 4 კაციან საკანში მარტო ვიყავი. ანუ ეს არის ემოციებზე თამაში და ადამიანის ფსიქოლოგიურად შერყევა, ცდილობენ რომ დაგვაშინო და შემდეგ, მაგრამ ვერც ერთი დაკავება, ვერც მეორე დაკავება ვერ შეგვაშინოს, რომ ჩვენ ვართ სიმართლის ხარჯს და ჩვენ ვუძვით სამართლიანობისთვის და როგორც არ უნდა შეეცადოთ ჩვენი გაჩვენება, ჩვენ მაინც გამოვართ და მაინც ვიტყვით სათქმელს. ძალიან დიდი მადლობა დათა ქაშიაშვილს უსმენდით. ახლა გავესაუბრებით ნესტან ლონდარიძეს, უფლებადამცველს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება დილიდან და არაერთ პროცესს დაესწარით. ბატონო ნესტან, თქვენ გითხარით, გქონდა თუ არა საერთო რაიმე ამ პროცესებს სამართალთან, რაც ვიხილეთ, პრაქტიკულად ასეთი რამ არ გვახსოვს. ყველა დაკავებული აქტივისტის პროცესი გახსნეს მოსამართლეებმა 48 საათიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდგომ და პროცესები გადადეს. რას ნიშნავდა ეს და რატომ გააგრძელეს ამ დრომდე მოსამართლეებმა ადმინისტრაციული პროცესების განხილვა? დიახ, დღევანდელი დღეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალდანათლელ დანახებას, როგორ შეიძლება მართლა პროცესები ქაოსურად და ქაოსურ ვითარებაში გადაიყვანო. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დაკავებულის საქმე გააგრძელეს 24 საათიანი დაკავების ვადა გააგრძელეს 48 საათამდე, მაშინ როდესაც ამისი საფუძველიც კი არ არსებობდა. გარდა ამისა, დაკავებულები გადაიყვანეს რეგიონებში. და დღესაც უწევდათ უკვე რეგიონებიდან ამ პირების ჩამოყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არანაირი დამატებითი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, რასაც შეიძლება საფუძველი ჰქონოდა ვადის გაგრძელებაზე. ეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ მიუთითებს იმას, თუ როგორ მხოლოდ დასჯას ითვალისწინებს მათ მიერ დაკავების პროცესების მართვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როდის შემოაქვთ საქმის მასალა. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მარტივად შეეძლო, რომ ჯერ კიდევ 24 საათში შემოეტანათ საქმე, მათ შემოიტანეს 48 საათის ვადის ამოწურვა დაახლოებით 1 საათით ადრე, რამაც გამოიწვია უკვე სასამართლოში საქმეების ქაოსურ ვითარებაში განხილვა. დაახლოებით ვადის ამოწურვამდე 40 წუთი რჩებოდა, როდესაც სასამართლოს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ავტომატურად გაიხსნა სასამართლო პროცესები. ისე ჩქარობდა ამ პროცესების მართვას, რომ სასამართლო განხილვებზე უკვე აი ამ გადადების პროცესებს ადვოკატებიც კი არ ესწრებოდნენ.
და ამ ვითარებაში ხდებოდა დღეს საქმეების განხილვას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადვოკატები არ ვართ არც ერთ შემთხვევაში თანაბარ მდგომარეობაში მათთან შედარებით, როდესაც მათ აქვთ რესურსი, რომ მოიპოვონ მტკიცებულებები. ძალიან მარტივად სამხრე კამერა მაინც იყოს წარდგენილი, რაც არც ერთ საქმეში არ მოიპოვება და ჩვენ ადვოკატებს გვიწევს დილიდან 11 საათიდან სასამართლოში ყოფნა, რომ ჩვენს გარეშე არ გაიმართოს რომელიმე სასამართლოს ხდომა. აი ასეთ ვითარებაში ვართ, მაშინ როდესაც სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ დასჯის მიზნით მყოფ აქციის მონაწილეებს ვხედავთ. ძალიან დიდი მადლობა ნესტან ლონდარიძეს უსმენდით, რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებული არის, მათი პროცესები უახლოეს დღეებში არის ჩანიშნული, ეს ადამიანები, აქტივისტები იხსენებდნენ საკუთარი დაკავების დეტალებს, ისინი ჩვენთან საუბრისას ყვებიან, რომ თითოეული მათგანის დაკავებისას გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან ფიზიკურად იძალდეს მათზე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის პარალელურად 48 საათი დააყოვნეს იზოლატორებში, შემდგომ კი მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები გადაუდეს. ამბობენ ჩვენთან აქტივისტები ასევე იმასაც, რომ არ არსებობს მტკიცებულებები ამ ადმინისტრაციულ საქმეებში, უკვე დაჯარიმებული აქტივისტების თქმით, ერთადერთი რაც წარადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იყო მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ცრუობდნენ სასამართლო პროცესზე.